რაში ვეხმარები მე ადამიანებს ეს ძალიან ფართო სპექტრი არის, აქ იგულისხმება ფსიქოემოციური, მენტალური, მაგიური პრობლემები მოგეხსენებათ, რომ რა თქმა უნდა ჯადო არსებობს, ეს ბიბლიაშიც არის, ყველ აღთქმაში და ახალ აღთქმაშიც არის მითითებული, რომ სატანა არის, ჯადო არის და ეს პრობლემა არის აი საუკუნეები კაცობრიობის პრობლემა. ხო და რა თქმა უნდა ისევ ადამიანები ვაკეთებთ ამ სიფოროტეებს. ხო და ამ ჩაკეტილობებს ამ ასე რომ ვთქვათ ჯადოს პირდაპირ გაგებით ეს იქნება ნეგატიური თვალი, ყველა თუ კარმის დაბინძურება, ამის გასუფთავებაში ვეხმარები და პლუს მაგას უკეთებთ ამ გზავს, რომ ეს აღარ განმეორდეს. კი, გავიხსენებდი არაერთ ისტორიას, მაგრამ ერთ განსაკუთრებით გავიხსენებდი სადაც მივედი ოჯახში მოტივით არა რომ მიმიყვიეთ როგორც ექსტრასენსი, უბრალოდ სტუმრად მოვხვდი უბრალო ჩვეულებრივ ოჯახში ქალაქგარეთ, ანუ რაიონში მივედი და გავხდი ხუდად. ხო და მე ვიფიქრე რომ აი რაღაც მე თვითონ ხო არ დამემართა რამე თქო, მაგრამ ანუ ძალიან ხუდად გავხდი და ვთქვი კიდევ აქ და მე აღარ მახსოვს დამივლია ოთახები, შევედი ერთ-ერთ საგზინებელ ოთახში, ხო და ნუ ამ მე პატრონეს ვეუბნები რომ ამ ოთახის ქვემოთ არის ძალიან დიდი რაღაცა ჯადო დამარხული თქო და ნუ ახლა რა თქმა უნდა კერძო სახლებს ყველა პატვალი აქ ასე რომ ვთქვათ, ხო და ჩავიდნენ მეორე დღეს, ანუ გათხარეს ეს მე რაც მივთითი ანუ ლოკაცია და პატარა ბავშვის თოჯინა, ბიჭი ბავშვის თოჯინა, პატარა ნუ სათამაშო რა თქმა უნდა, აკვანი თავის ატრიბუტებით, ახლა აღარ დავასახელებ იქ რა საგიზღრობა და რა კოშმარი იყო, ხო და ამ ყველაფრით ამოვიღე და ეს მე როგორ კი გაირკვა ამ ოჯახში ცხოვრობდნენ ანუ მეუღლე ხალხმარი და 10 წელი თუ 11 წელი არ ყავდათ შვილი, მოიარენ რეპროდუქტოლოგები რავი აკვნით რომ მიდიან ყინტყვის თუ რამე სალოქავები, მაგრამ ნუ აყავდათ დაახლოებით 9 წელიწადში დაფეხმძიმდა ის გოგონა და ეყოლათ შვილი და ეხლა მის მერე წლები გავიდა უკვე 4 შვილი ყავთ. მე მაქვს ჩემი ენერგეტიკის ლიმიტი, შვილი ადამიანები გმოდიან თან უამრავი გინდ ექიმი, გინდ ხელოვანი, გინდ პოლიტიკოსები, სამღვდელოებიდან აქ ყავს ასე რომ ვთქვათ მეგობარი კლიენტები, ხო და ბევრი ადამიანი მომართავ, რა თქმა უნდა მე ოფიციალურად ამ ჩემს საქმიანობაში მაქვს 27 წლიანი ასე რომ ვთქვათ გამოცდილება და პრაქტიკა.